გამოიცა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ნოდარ მგალობლიშვილისადმი მიძღვნილი პირველი ბიოგრაფიული ფოტოალბომი. მასში ასახულია ხელოვანის შემოქმედებითი ცხოვრება. 11 ივლისს ნოდარ მგალობლიშვილის დაბადებიდან 95 წლის თავი აღინიშნება. ფოტოალბომი სწორედ ამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. გამოცემის ავტორია ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ნანა ჭრელაშვილი. როგორც მან აღნიშნა, ფოტოალბომი ხელოვანის შემოქმედებითი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის მიზნით შეიქმნა. ალბომი შედგება რამდენიმე ნაწილისგან. ერთ ნაწილში ბატონი ნოდარი თავად გვიამბობს თავისი ცხოვრების შესახებ, ასევე გვიამბობენ მისი მეგობრები, კოლეგები, პარტნიორები, ოჯახის წევრები მასზე და ასევე არის ერთი ნაწილი, სადაც შევიდა სწორედ ის საუბრები, რომელიც მე მასთან მქონდა და ესეთი ფორმულირება აქვს ფრაგმენტების შეხვედრებიდან, იმიტომ რომ ეს საუბრები ძალიან ბევრია და მხოლოდ ნაწილია ამ ალბომში. ასევე არის ძალიან საინტერესო ფოტო ისტორიები, ისევე როგორც მისი თეატრალური მოღვაწეობის პროცესში, ასევე კინო, ასევე პირადი ცხოვრებიდან და ეს არის ერთგვარი შეჯამება ბატონი ნოდარის ცხოვრების. აუცილებლად უნდა თქვა, რომ ალბომში არის ესკიზები მისი შემოქმედებითი ცხოვრების და პირადი ცხოვრებიდან. ალბომს დიდი ხნის ისტორია აქვს და ის განსაზღვრა ერთმა ძალიან იღბლიანმა შეხვედრამ. თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დროს ჩემთან ერთად სწავლობდა ნინო ჩხიკვიშვილი, ძალიან საინტერესო ნიჭიერი ჟურნალისტი და მწერალი. იმ ხანად მან დაბეჭდა ნოდარ მგალობლიშვილზე თან ინტერვიუ და ჩვენ ამ თემაზე ძალიან ბევრს საუბრობდით ხოლმე და ერთხელ უთხარი, რომ გულის ტკივილით, რომ აი მე ჰაკიაცბა არ მინახავს თქო და ცოტა ხანში ნინომ ეს სურვილი და ოცნება ამისრულა და ბატონ ნოდართან შეთანხმებით მოვხვდი მასთან სახლში და ვნახეთ ჰაკიაცბა და სწორედ ჩვენი შეხვედრა, პირველი შეხვედრა მის სახლში გაიმართა. ეს იყო ძალიან სადა სახლი, სადაც არც ერთი ფოტო არ ეკიდა მსახიობის კედლებზე და ჩემთვის მივხვდი, რომ სრულიად განსხვავებულ ადამიანის ცხოვრებაში აღმოჩნდი და მათთან სტუმრობის დროს ყოველთვის მე ვიწერდი მათ საუბარს, ბატონი ნოდარის ყოველდღიურ ცხოვრებას და 16 წლის მანძილზე დაგროვდა ძალიან საინტერესო მასალა. ეს არის ძალიან ბუნებრივი, ყოველდღიური საუბრები, არის თეატრზე, პირად ცხოვრებაზე და ერთ დღეს დადგა იმის აუცილებლობა, რომ ალბომის არქივი ჩემი პირადი სივრციდან გასულიყო და მაყურებელს და მის თაყვანისმცემელს ენახა ეს მასალა. აღსანიშნავია, რომ ნოდარ მგალობლიშვილისადმი მიძღვნილი ფოტოალბომის წარდგინება 11 ივლისს გაიმართება. ღონისძიებას კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს. საზეიმო საღამოზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დიდი ხელოვანის ცხოვრებას, შემოქმედებასა და იმ ფასეულობებს გაიხსენებენ, რომლებიც მან ქართულ კულტურას დაუტოვა. ღონისძიება მარჯანიშვილის თეატრში 17 საათზე დაიწყება.